მსოფლიო კატასტროფის თბილისური პრემიერა 12 ნოემბერს კინოთეატრ რუსთაველში ქართველი მაყურებელი გახმაურებულ ფილმს 2012-ს ნახავს. ფილმი, რომელიც ჯერ არნახული სპეცეფექტებითაა დატვირთული, 260 მილიონი დოლარი დაჯდა. რა იწინასწარმეტყველეს აცტეკებმა და იქნება თუ არა 2012 წელი კაცობრიობისთვის უკანასკნელი. ირმა ხომერიკე როლან ემერიხის ახალი ფილმის შესახებ მოგიყვებათ. ახალი ამერიკული ფილმი 2012 ინდიელების მიერ ნაწინასწარმეტყველები აპოკალიფსის შესახებ მოგვითხრობს. მაიას კალენდრის მიხედვით მეხუთე მზის დიდი ციკლი, რომელიც 5126 წელი გრძელდებოდა, 2012 წლის 21 დეკემბერს დასრულდება. ამ დღეს პლანეტები ერთ რიგში დაეწყობიან. რა მოხდება შემდეგ, არავინ იცის. აცტეკები ამბობენ, რომ 2012 წელი კაცობრიობისთვის უკანასკნელი იქნება. რეჟისორი ამბობს, რომ ფილმის შექმნის იდეა ინტერნეტ საიტ Google-ში სეირნობის დროს დაებადა, სადაც 2012 წლის კატასტროფის შესახებ დღეში 240 მილიონი შეკითხვა შემოდის. მინდოდა ჯერ არნახული სპეცეფექტებით დატვირთული ფილმი გადამეღო. სიუჟეტმა ამის საუკეთესო საშუალება მომცა. ფიქრობ, კარგი სამსახიობო ანსამბლი შევარჩიე, თუმცა მთავარი როლი ფილმში მაინც სპეცეფექტებს ეკუთვნის. რონალდ ემერიხ სპეცეფექტების შექმნაში ბადალი არხავს. მან ამ სფეროში ახალი სტანდარტი დაამკვიდრა. ეს ერთხელ უკვე დაამტკიცა ფილმით დამოუკიდებლობის დღე. ფილმის გადაღებების დროს თავი ვიდეო თამაშების მონაწილე მეგონა, მაგრამ როცა 2012-ის დასრულებული ვერსია ვნახე, რეალურ კატასტროფაზე უფრო მძაფრად განვიცადე. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში მეგავარსკვლავები არ თამაშობენ, 2012-ის ბიუჯეტი განვითარებადი ქვეყნების ბიუჯეტს უტოლდება. ეს ფილმი არის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ჰოლივუდის ისტორიაში, 260 მილიონი დოლარი არის ამ ფილმის ბიუჯეტი. 2 საათიანი და 40 წუთიანი და აქედან უდიდესი ნაწილი არის ფაქტობრივად სულ სპეცეფექტები. ფანტასტიკა, ბოევიკი, ტრილერი და დრამა. ფილმი ყველა ამ ჟანრს ერთდროულად განეკუთვნება. იმსხვრევა კონტინენტები, ცუნამი, მიწისძვრა, ვულკანები მთელ დედამიწას აზანზარებს. თუმცა ფილმი 2012 მოვლენების განვითარების როლანდ ემერიხისეული ვერსიაა. არსებობს სხვა ვერსიებიც. აპოკალიფსი ამ შემოსვლაში აღშენდა. ეს იყო დაგეგმილი თავის დროზე, მაგრამ სამყაროზე აქვს ცვლილებების შეტანის უნარი. და როცა თეთრი რასა, ამ შემთხვევაში ჩვენი რასა შეიტანდა კორექციას და ეს კორექცია შეტანილი იქნა მათ შორის იესოს მსხვერპლ შეწირვიდან დაწყებული დღემდე რაც იყო დაგეგმილი, ის ამჯერად შესრულდება ძალიან შერბილებული სახით. მართალია ფილმი რეალურ წყაროებს ემყარება, მაგრამ ის მაინც რეჟისორის ფანტაზიის ნაყოფია. ჯონ კიუსაკის გმირი ცნობილი მეცნიერი ცდის ჩატარების დროს მოულოდნელად პარალელური სამყაროს კარს აღებს და ძველი ინდიელების მიერ ნაწინასწარმეტყველები აპოკალიფსის თავიდან ასაცილებლად თავის ორეულს ეკონტაქტება. ფილმში ერთ-ერთი მთავარი მოტივი სიყვარულია, რადგან აპოკალიფსის მოახლოებასთან ერთად ადამიანური ვნებები უკიდურესად იძაბება.